მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს პოდკასტში, რომლის სახელია ჩვენი. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ბევრი ამ სახელზე არ მიფიქრია, იმიტომ რომ უბრალოდ ვიცოდი რა დამოკიდებულება მქონდა ამ პროექტის მიმართ და ეს მთელი ჩემი შეგრძნებები გადმოვთარგმნე სახელში. ანუ მოკლედ რომ აგიხსნათ და ძალიან რომ არ გამიგრძელდეს. მინდა რომ ამ პოდკასტში ყოველთვის ვისაუბროთ იმაზე, რაც გვაერთიანებს, რაც არის ჩვენი შეხედულებები, რაც არის ჩვენი პრობლემები, თუნდაც სასიხარულო ამბები, მაგრამ ყველაფერი ისეთი, რაც მე და თქვენ გაგვხდის ჩვენ. დღეს ჩემთან ერთად არის უსაყვარლესი ადამიანი, ნინუ ცამაყაშვილი, ტელეწამყვანი მსახიობი და უბრალოდ ძალიან მაგარი გოგო. და ამასობაში 38 წლის და რომელიც ვერ ჩამოყალიბდა კიდე რა უნდა რომ იყოს. კი ბატონო, გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ, შენც ძალიან ლამაზი ხარ და იმის თქმა მინდა რომ მე მგონი ყველა ადამიანი გიცნობს საქართველოში. მე ეგრე ყველა ადამიანი მგონია. იცნობს ჩემდას. ხო. მე იმით რაი ძალიან ხშირად მქონია გრძნობ ხოლმე მაგას? არა, მე ზოგადად არ მაქვს ხოლმე ხვდები აი ეს მომენტი რომ რაღაცა აი ხშირად გვეკითხებოდნენ მე და ჩემდას აი შენ და შენ და რო კონკურენტები ხართ. ვერასდროს ვერავის ვერ აღვიქვა კონკურენტი. ერთადერთი კონკურენტი ვინც არის რეალურად ვარ მე საკუთარ თავთან. იმიტომ რომ რაღაცა ეს მსახიობის პროფესია იყო და ვერ გევიხარე. წამყვანის პროფესია იყო და მანდაც ვერ გევიხარე. ეხლა მე ზებრაში შეიძლება რომ გავიხარო და მე მივხვდი რაშიც გავიხარე, უბრალოდ მაგას ბევრი ფული უნდა. ხო? კი, სოფელში მინდა სახლი, ძალიან დიდი ეზოთი, ბევრი ზაღლები და ძროხები და ქათმები და ბოსტანი. აი იცი, სწორი აქცენტი დასვი, იმიტომ რომ იმის თქმა მინდოდა, რომ შენ ყველა გიცნობს როგორც ძალიან პოზიტიურ, ენერგიულ მომღიმარ და ძალიან მიჭიარ გოგოს, მაგრამ ეს არის ქერექტერი. ხო, მე ვარ ჯიმ ქერი რეალურად. აი ჯიმ ქერის ხო აქვს შექმნილი თავისი პერსონაჟი. ეს მე მყავს ძალიან ბევრი ზოგადად არასდროს არ მისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ ვიტყვი, იმიტომ რომ ისედაც მაინც მათრევენ, ასეც მათრევენ, ისეც მათრევენ, რაც არ უნდა კარგი ვილაპარაკო, მაინც მათრევენ, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა. სხვათა შორის მაგაზეც გეტყვი მე რომ სქელგანიანი უნდა გახდე. იმიტომ რომ ესეთი კარგი პროექტი დაიწყე პირველ რიგში გილოცავ, ვიცი რომ ძალიან დიდი ხანია გინდოდა და დარწმუნებული ვარ რომ კარგად გამოგივა, იმიტომ რომ ჯერ ეგეთი ისეთი კაი ფერები გაქარჩეული ეს რა ჩემს ფერების ფსიქოლოგია რო წავიკითხე. გამარჯობა. ფერების ფსიქოლოგია რო წავიკითხე, მას შემდეგ წავიკითხე, რაც უკვე დამზადებული მქონდა ეს ლოგო თან ჩემი ხელებით რაღაც აი ხები მაგას რას აიძეავწყე ხან რას აიძეავ. აი მაგას გენები შენ იმდენად ეს დიდი ხანია გინდოდა რომ რეალურად არ არსებობს რომ არ გამოგივიდეს და ზუსტად ვიცი რომ გამოგივა და აი უდიდეს წარმატებას გისურვებ მაგას. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით და ეს ხო და ეს ფერები არის როგორც ვნახე ძალიან ისეთი კომფორტის და აი რაღაცა შინაურული ფერი არის და კი რაღაცნაირად მომინდა რომ ეს ჩემი ემოციები როგორც სახელში მე და შენთან გლობალურად ხო დაკავშირებული ვიღართ სამყაროსთან და ეს სამყაროს ფერია. და ზუსტად ეგ მინდოდა მოკლედ რომ რაღაცნაირად ძალიან შინაურული გარემო შემექმნა. თან შენ კი იცი და მაყურებელსაც ვეტყვი რომ 5 წლის ასაკიდან ყოველდღიურად გადამთვალით ხო? სარკის წინ პულტით ხელში მიკროფონის იმიტაციას ვაკეთებ და ვამბობ, რომ გამარჯობა, ეს არის ქეთვანთიძე და ეს არის მისი გადაცემა და დღეს ვარ პოდკასტში, სადაც არის ყველანაირი აღჭურვილობა ამისთვის და ნამდვილი მიკროფონი მაქვს წინ, ნამდვილი კამერა მაქვს, საიდანაც მხედავთ და ვეცდები, რომ ეს შესაძლებლობა მოკლედ მაქსიმალურად გამოვიყენო და ეხლა ჩემ თემაზე გადავალ. კი და ეს ზუსტად ეხლა ამას ვიტყვი, რომ ეს არის ძალიან კარგი მაგალითი სხვებისთვის, ვისაც საკუთარ თავში რაღაცა რწმენა აკლია, ვინც რაღაცა თუნდაც ბავშვობის ოცნებები დაივიწყა, რომ არასდროს არ დანებდეთ, იმიტომ რომ როდესაც რაღაცა გულწრფელად და გულით გინდა არ არსებობს რომ არ გამოვიდეს. აჰა, ნათელი მაგალითი არ აქვს. როგორც არ უნდა გეშინოდეს, ხო? რა არის შიში? რისი გეშინია? არ ვიცი რომ ალბათ ხო, არ გამოგივა. აი ის უფრო ფეილი არ იქნება რო არცადო? ხო, იქნებ გამოგდის. იქნებ გამოგდის. და უფრო მეტად ჩაფეილებული ხარ. ხო, ანუ აი ეხა სახში ვდომა და იმაზე ფიქრი რომ აუ ეხლა ეს რო გავაკეთო და აუ ის იქნება და აუ ეს იქნება. ჯობია რომ უბრალოდ აი ესე მართლა უბრალოდ აი ეს რაღაცა ემოციური ნაწილი რომელიც მე ვიცი შენ როგორ დონეზეც გაქვს. გათიშო? რაციონალური აზროვნება ჩართო და თქვა რომ იცი რა, ჯობია ყოველთვის მაგას ვამ, მთელი ცხოვრება მაგას ვამ, ჯობია ცადო და ინანო. ხო. ვიდრე არ ცადო და მთელი ცხოვრება იმაზე იფიქრო, აი რომ მეცადა იქნებ შეცვლილიყო. იმიტომ რომ ის სინანული მე ისეთ იქნება რომელსაც ვეღარ შეცვლილიყო. კი, აი ზუსტად, იმიტომ რომ მე დროსაც კარგავ. სხვაც გამოჩნდება, ყველა ანუ შენ ადგილას მოვა 100. ხვდები? და ანუ რატო არ ჩააქრო არასდროს ეგ მომენტი, რა მართლა გეუბნები ჯობია ცადო და
ცხვირიც მოიტეხო, ინანო კიდევაც, აუ რა მინდოდა, მაგრამ გეცოდინება რა შედეგი მოაქვს შენ ნაბიჯს. ნუ ეხლა უკანა უნდა წახვიდე რა თქმა უნდა. ყველას თავისებურად ვერ ნუ გაიგებთ ეხლა მაგას. ხო და იცი რა არის რომ აი ხო ძალიან მხიარული ხარ, ხო ძალიან ნათელი ხარ და ყველას ეს მხიარულება შენში მოკლედ არის რომ ძალიან ცნობილია ეს ამბავი, მაგრამ მგონია რომ მე დღეს რა კუთხიდანაც მინდა რომ შევახედო საზოგადოებას შენზე. ცოტა ამბიციური ნათქვამია, მაგრამ ნუ მინდა რომ ესე გავაკეთოთ, რომ დავანახო ხალხს შენი ის მხარე რომ სინამდვილეში ძალიან ღრმა ადამიანი ხარ, ძალიან რაღაცნაირად სიმშვიდე გაქვს იმ კუთხით, რომ ემოციურად ძლიერი ადამიანი ხარ და ჩემთვის შენ ემოციური ინტელექტი გაქვს. მე მგონია, რომ ჩემში ყველაზე მეტად ეს იყო მიმზიდველი შენგან, რომ როცა გაგიცანი, ეს დავინახე და ამას არ ველოდებოდი. გულწრფელად გეუბნები, რომ არ ველოდებოდი. არა, იცი ძალიან ბევრი ხო და მაგაზე ვსაუბრობდით კიდე ის რა ქვია ეხლა ყველაფერი რომ მჭირთ ხოლმე ADHD თუ რაღაცა რომ აღმოჩნდა რა ბავშვი 31 წელია მჭირს ეს და თურმე ეხლა ADHD ქვია არ ვიცი მე HDMA-ის ვეძახი მაგაზე ვსაუბრობდით წეგან რომ ყველა ადამიანს ხო ყავს რამოდენიმე პერსონალიტი ხო მე ბევრი მყავს ძალიან ერთ-ერთი არის ეს რაც მე დავინახე ანუ ის ყველა რაც ვარ მე მაგრამ როგორი მომენტია ის რომ ყველა ადამიანთან ერთნაირი ხო არ ხარ ყველა ადამიანი აი რაც რამდენი ადამიანიც არ უნდა გიცნობდეს ყველასთვის სხვადასხვა კეთი ხარ და მე მგონი ეგ ცუდი საერთოდ არ არის არა ანუ არ ვთვლი რომ ძალიან ბუნებრივია მე მყავს ასევე ერთ-ერთ პერსონაჟს ქვია ნინო და ზოგადად არ მიყვარს ნინოს რომ აბა გაგვეცა ნინო აუ ნინო არის ძალიან შტერი არის აი რამე თუ არ გამომდის აი რაღაცა რომ მივარდება ხელიდან ან აი რაღაცას ვერ ვაკეთებ. ანუ ძალიან მოუქნელი, მოუხეშო და ცუდი გადაწყვეტილებების მიმღები არის ნინო და აი რაღაცა რო არ გამოდი. აი ხე მაგალითად ჭიქა რო ავიღო და დამივარდეს, საღოლ ნინო თქო ვეტყვი, იმიტომ რომ ეგ მე არ ვარ, ეგ ნინო არის. ის არის ნინო. ხო, ის ნინო არის და დალაგებული გვაქვს, რომ ის ბოთია მაგარი. მაგრამ როგორი მომენტია, იცი რომ სამწუხაროდ, აი ვეღარ ვიტყვი რომ სამწუხაროდ. ხო. ის ყველაფერი თუ უნდა გამევლო, რაც გავიარე, რაცაც მაშინ არ ქონდა პასუხი, აი სულ მაინტერესებდა რატო ხდებოდა, მე რატო დამემართა, არასდროს აი სიბოროტის განცდა და აი რაღაცა სხვა სიბოროტება გავუკეთო ბავშვებიდან არ მქონია არასდროს. და ის უმაგას ვამბობ, რომ აი ხო რაღაცნაირად ჩემი შეგრძნებით კეთილი კარგი ადამიანი ვიყავი ბავშვებიდან და მე რატო დამემართა მქონდა. ძალიან კარგია რომ დამემართა. ძალიან კარგია რომ დამემართა, იმიტომ რომ რეალურად იმ ყველაფერმა და იმ ყველა გადადგმულმა ნაბიჯმა რამაც არ ვიცი მატკინა თუ დამანგრია თუ რაღაცა რეალურად საერთოდ სხვა ადამიანი ამოწყობინა, იმიტომ რომ აი ცოტა არ ვიცი ახლა შენი მაყურებელი დაახლოებით მე ვიცი რომ შენ მიხვდები და აქ ვინც არიან ისინი მიხვდებიან. გამოღვიძება ზოგადად რომ რა არის შენი purpose როგორ არის ქართულად მიზანი არა აი აქ ცხოვრების აზრი, მიზანი, რატო მოხვედი ამ ქვეყანაზე, არსი, ხო? აი ეს გამოღვიძება და იქამდე მისვლა არ ხდება მარტივად. აი სახში რო ზიხარ და ყველაფერი მორთმეული გაქვს და ფულის პრობლემა რო არ გაქვს და რაღაცა 80 დამლაგებელი რო ყავს და 17 ძიძა და მარტო იმას ფიქრობ რა შედახარჯო ფული, ანუ ყველას თავის ცხოვრება აქვს, ღმერთმა შემოევლოს მართლა, იმიტომ რომ მათ ესე უჩვენიათ, მაგრამ ყველას ურჩევნია ეგრე რა თქმა უნდა, მეც მიჩვენია ბევრი ფული რომ მქონდეს და 80 ძიძა, მაგრამ გამოღვიძება, რასაც ქვია, შენი პიროვნების გამოღვიძება არ ხდება მარტივად. აუცილებლად უნდა გაიარო რაღაცა ტკივილი, აუცილებლად უნდა გაიარო რაღაცა დანაკარგი, აუცილებლად უნდა გაიარო ბევრი მწარე გამოცდილება, რომ საბოლოო ჯამში შეცდომებიც უნდა დაუშვა, აუცილებლად უნდა დაუშვა. იცი რა მინდა? უბრალოდ ერთი მომენტი არის, რომ აი ძალიან მარტივად გეტყვი რა, იმდენად მე და შენ ემოციურად იმდენად ვიწოვთ აი ამ გარე სამყაროს მე და ნინოცა, იმიტომ რომ თევზები ვართ ორივე და მაგრამ ხო, ანუ იცი რა არის, არა, თუ ანუ ზოდიაქოს თავი დაანებო, ხო? აი ვისაც მაგალითად ზოდიაქოსი არ ჯერა. ხო. სულ რომ მაგას თავი დაანებო, შენ ხარ ემპათია ადამიანი. მე ვიცი რომ ხარ. და შესაბამისად შენ თმის ტკივილს ხო? ანუ ძალიან კარგია, ძალიან კარგი. კი, ძალიან ტკინეულიც არის, ძალიან ცუდი არის, მაგრამ მაგას დროთა განმავლობაში მე ეხა თუ გიჭირს რაღაცების გადალახვა. აი ჩემ ასაკში რომ მიხვალ, ჩემ ასაკამდე რომ მიხვალ, მე საერთოდ სხვანაირი, ანუ მართლა სხვანაირი აზროვნება გექნება, სხვანაირი მიდგომა გექნება და ყველაფერი სხვანაირად გამოიყენებ მაგასაც. ყველაფერი სხვანაირად გამოიყენებ.
მეცაც გეტყვი, შენ სასიკეთოდ გამოიყენებ. ისე კი არა რომ ვიღაცაზე ბოროტად ისარგე იმოქმედო ან რაღაცა. პირიქით. აი შენც მაგიტო გაქვს ჩემთან ის მომენტი რომ რაღაცნაირად ემოციური კავშირი გაქვს, იმიტომ რომ იცი რომ გაგიგებ და მშვიდად ვარ უფრო შენთან ერთად. აი ესე არიან ჩემი რამოდენიმე მეგობრები და დანარჩენია ის ტოქსიკური ადამიანები ვით არიან. ან თუნდაც ჩემზე ლაპარაკობს, ან თუნდაც ეხლა რომ მოვიდეს ვიღაცა და მართლა რა ვიცი დადგეს და უშვერი სიტყვებით მაგინ არ მაქვს პრობლემა. ის არის მისი თვალით დანახული მე ვარ. ის არც მე არ მიცნობს, არც ჩემი ისტორია არ იცის. და უბრალოდ ხედავს ტელევიზორში და გონია რომ დასკვნის გამოტანა შეუძლია. ხო და იცი რა მინდა რომ კითხო, აი მაინც ეხა დღეს ჩვენ ხედავთ რომ ნინუც არის ესეთი, რომ დღეს არ აინტერესებს სხვისი აზრი. დღეს არის თვითკმარი და არ ჭირდება არავის რაც ვალიდაცია, რომ აი ნინუცა შენ კაი გოგო ხარ, ან ცუდი გოგო ხარ და რაღაცა ამაზე ინერვიულა ხო? თავარი არის რომ მე ვიყო საკუთარ თავთან კომფორტულად, მე ვიცოდე რომ კარგი ადამიანი ვარ და მე ვიცოდე რომ ეს არ არის ხელოვნური და მე ყველა ადამიანის მიმართ თუნდაც ვინც ჩემთან ცუდად არის, ჩემ მიმართ ცუდად არის განწყობილი, მე არ მაქვს მის მიმართ პრობლემა, მე არ ვიცნობ ამ ადამიანს. როგორ შეიძლება ადამიანზე გამოვიტანოთ დასკვნა და ვილაპარაკოთ ცუდი რაღაცები, თუნდაც მის ფიზიკურ მხარეზე, კიდე საერთოდ არ მესმის. როცა მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, მე არ ვაძლევ საკუთარ თავს იმის უფლებას და საშუალებას, ზედმეტად არც ვფიქრობ, არც მაპატიეთ, მაგრამ აი ეს fake ბოტები რო ხართ და რაღაც საოცრებებს რო წერთ ხოლმე, აი ესეთი ვარ. საერთოდ არ მატარ. არც ერთი წამი არ მენერვიულება და რაც მთავარია, გულთან ახლოს არ მიმაქ. ამას შენ გასაგონად ვამ. იმიტომ რომ შენ ეხლა არა ახლა. ზუსტად იცოდე, რომ აუცილებლად გექნება ისეთი ფიქრი, რომ მიუხედავთ იმისა, რომ კეთილი გული გაქვს, კარგი ადამიანი ხარ, ულამაზესი ხარ. აი მართლა ულამაზესი ხარ. იქნება ბევრი ბოტი, იქნება ბევრი ცუდი კომენტარი. ამისთვის იყავი მზად. ბუნებრივია. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ეგრე არის, რომ რაც არ უნდა კარგი გააკეთო, მაინც არ ხარ კარგი ტიპი. თავარი არის, რომ ერთადერთი ჩემთვის აი მართლა მნიშვნელოვანი არის, რომ მე ვიცოდე რომ მე ვარ კარგი ადამიანი ჩემ თავთან. ხო. დანარჩენისთვის მე ბოროტი ვარ, ცუდი ვარ თუ რა ვარ. ხო და შენ თვითონ მიხვედი ახლა დღევანდელ თემამდე ჩვენ რეალურად ვსაუბრობთ საკუთარი თავის სიყვარულის პრაქტიკაზე და იცი რა მინდა კითხო რომ დღეს კი ვხედავთ რომ აი ესე ხარ, მაგრამ აი ცოტა ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ რა, მგონია რომ ეს ბუნებრივად თან დაყოლილი არ არის ეს უნარი და რაღაცა ბევრი მწარე გამოცდილება შეიძლება გაიარა რომ აქამდე მიხვიდე და შენი აზრით და გამოცდილებით რა საკიდან იწყება ეგ ამბავი რომ ხვდები რომ რაღაცა საჭირო არის რომ შენი თავი უნდა გიყვარდეს. არა, ეს არის ძალიან ბუნებრივი და ძალიან ბუნებრივი არა, უბრალოდ ან დაახლოებით რა პერიოდში ხდება ინდივიდუალური არის, ინდივიდუალური. ვიღაცამ შეიძლება, მოდი აი გამოგვიძება და ვარქვათ, ვიღაცამ შეიძლება გაიღვიძოს 60 წლის ასაკში და ვიღაცამ გაიღვიძოს 13 წლის ასაკში. უბრალოდ რეალურად სანამ არ მივხვდებით რომ იმაზე უფრო მეტი ვართ ვიდრე ფიზიკური სხეული და ასე ვთქვათ რაღაცა ვალდებულებები რომელიც სამყაროს წინაშე გვაქვს ყველა უყურებს რაღაცნაირად ანუ იმდენად დღის პრობლემებით იმდენად რაღაცა ურთიერთობებით იმდენად რაღაცეებით ვართ და ესე დატვირთულები რომ რეალურად მთავარი მიზანი რაც არის აქ გვავიწყდება human experience-ის რასაც ქვია ადამიანური გამოცდილების სამცხოვრებაში ზუსტად მაგიტო ხარ მოსული რომ ეს გამოცდილება მიიღო და აი როგორ უყურებ იცი რომ ეს სამყარო გთავაზობს რაღაცაი ეშმაკურ რაღაცებს რომ ჩაგითრიოს და რეალურად ხო უნდა გახსოვდეს რომ მნიშვნელოვანია გარემო, მნიშვნელოვანია ბუნება, მნიშვნელოვანია შენ გარშემო ადამიანები და აი ეს ყველაფერია მნიშვნელოვანი შენი საყვარელი ადამიანები ვისაც შენ ირჩევ რომ გიყვარდეს მიუხედავად თუნდაც მათი მინუსებისა და ასე შემდეგ კონფლიქტები აი ანუ ეს პრობლემები სულ იქნება რაც დედამიწა არსებობს ეს პრობლემები იქნება სულ ამის მერეც იქნება და კიდე იქნება ჩვენ რო აღარ ვიქნებით მაგრამ ერთადერთი აი მნიშვნელოვანი ის არის რომ საკუთარ თავს უხეშად ვიტყვი შემიძლია ვთქვა ის მიხმარო ჟარგონი გაბუჩალიჩე ხო აი გავუჩალიჩე რასაც ქვია რომ აი ის ყველა გამოცდილება მიმეღო იმიტომ რომ ვიყავი მე ამიტი ვიყავი რაღაცა ბავშვური ვიჯექი ვარდისფერ პონიზე და ყველაფერი იყო გარშემო ვარდისფერი და ბამბის ნაყინი და აი ღრუბელი რომ შეგილია შეჭამო და მე უცებ რეალურად აი ეს ყველაფერი მოტრიალდა ხო ძალიან ცუდად მოტრიალდა და ძალიან წარე გამოცდილება მივიღე მართლა მაგრამ აქედანაც ორი ვერსია არის. ყოველთვის არსებობს ორი მხარე. ერთი არის კარგად უნდა იფიქრო რაღაცაზე
და მიხდე რომ ეს რას აი მოდი პირდაპირ ვიტყვი რა ურთიერთობებს შევეხოთ ხო? ანუ ურთიერთობაში როდესაც ხვდები რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხარ, აი მიყვარს და რა ვქნა, არა. აი ხა გკითხავ ძალიან მარტივ რაღაცას. აბა. 5 ადამიანი დამისახელე, ვინც ძალიან გიყვარს. ოჯახის წევრები მახსენდებიან? აი არა, 5, აი 3 იყოს. ხო. 3 ადამიანი დამისახელე, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს. ჩემი და დედაჩემი და მამაჩემი. შენ სად ხარ? აი ზუსტად მაგამდე მიხვედით კი. ეხა ნახე რა არის რა. აი ხა ნახე რა არის. ხო. სანამ მე არ გეუნები საკუთარი თავის სიყვარულს ნარცისიზმის და ეგოიზმის იმაში რომ გადასდით ხოლმე უკვე რაღაც ეგოს ანუ ეგ მე ანუ ყველას კაიგო ყველა ადამიანს მაგრამ ჩემი სადღაც ძირს პორტყავს იმიტომ რომ მე არ მაქვს ეგ არა აბსოლუტურად არ ხარ ერთადერთი ეგო მაქვს რომ ის რაც მინდა რომ ავისრულო ის მინდა რომ ავისრულო იმიტომ რომ ის ბავშვობიდან ჩადებული მაქვს თავში და აი აუცილებლად ავიხდენ მაგ ამბავს ნუ ეს უფრო რაღაც მიზანდასახულობა ხო აი მანდ მაჭერს ეგო რომ აი ეგ უნდა ქნა და თუ არ იზამ ესე იგი რაღაც აი მანდ დანარჩენი არაფერში არ მაჭერს აი ერთი წამი ეხლა მარტივად წარმოიდგინე რომ ყავს მობარებული ბავშვი პატარა ბავშვი საყვარელი ლამაზ თვალება დიდი წამწამებით აი უსაყვარლესი ბავშვი ყავს მობარებული ხო სანამ შვილი არ ყავს მაგითო გეუნები აი ამ ბავშვს ისე უნდა მოუარო რომ არც რა ვიცი მე არც სიცივე არ ქონდეს არც ფშიერი არ იყოს არც ის არ იყოს ანუ გაახარო გააბედნიერო ეს ბავშვი ხარ შენ თავს უნდა მოექცე ისე ყოველთვის ისე ვიმეორებ სანამ კომენტარებში გამოხდებიან რომ ეს არ ნიშნავს selfish აი რაღაცა ეგოცენტრიულ ნარცისიზმს არ ნიშნავს მაგრამ აი რამდენ ადამიანსაც არ უნდა კითხო საკუთარ თავს არავინ არ ასახელებს და რატომ მთელი ცხოვრება შენ გყავს შენი თავი მობარებული სულ რომ არავინ არ გყავდეს რავიმე მოხდა აპოკალიფსი ყველა გაქრა დარჩი მარტო რა შვები შენ თუ შენ თავთან კომფორტულად არ იქნები, შენ თუ შენ თავს არ ემეგობრები და შენ თუ შენი თავი არ გიყვარს, მაშინ დაუშვებ ყველა იმ შეცდომას, რაც დავუშვი მე, იმიტომ რომ მე ჩემი თავი არ მიყვარდა. იმიტომ რომ მე მეგონა რომ ვიღაცისგან უნდა მიმეღო ის, რომ აი რაღაცნაირად მე ნახევარი ვარ და ჩემი მეორე იდეალური ნახევარი. არაფერი მსგავსი თავიდან ბოლომდე მე. მოდის ეს, იმიტომ რომ ეხა გეტყვი მე რატომ მგონია მოდი და შემითხარი რატო არა, იმიტომ რომ მე რო ვიზრდებოდი და მგონია რომ ყველა ჩემი ირგვლივ ვინც იზრდებოდით ჩვეულებრივად ოჯახებში, განსაკუთრებით ქართულ ოჯახებში, თითქოს სიყვარულს გასწავლიან ისე, რომ აი სიყვარული არის გრძნობა, რომელიც უნდა გასცე და რომელიც უნდა მიიღო. ანუ სხვებისგან უნდა მიიღო, დედა, მამა უნდა გიყვარდეს, მამას დედას უნდა უყვარდე. მაგრამ საკუთარი თავის სიყვარულზე ხო და ვინ გასწავლის ამას, ვინ გელაპარაკება, სანამ არ მიხვალ რაღაც გარდამტეხ მომენტებამდე, რომ ხვდები, რომ რეალურად გაკლია ეს და ანუ ვერ ყვები მოკლეთი საკუთარი თავისგან. და რა გიშლის ხელს რომ საკუთარი თავი შეიყვარო და დილით გაიღვიძო და თქვა რომ არის ამისთვის საჭირო ესე მარტივად არ მოდის. აი მანდ მივდივართ, მაგარი გამოღვიძება. ხო. როგორც კი შენ ხვდები. მაინც ამის სუდი რაღაც უნდა დამემართოს? არა, არ არის აუცილებელი, მაგრამ ანუ კიდე ერთხელ გეტყვი, ღრუბელში რო წევხარ და რო გინიავებენ პალმის რტოს, მან ვერ გაიღვიძებ. მან შეიძლება გაიღვიძო და მიხვდე რომ რეალურად საერთოდ არ არის ის ადგილი, სადაც გინდა რომ იყო და საერთოდ სხვაგან გინდა რომ იყო. მაგიტო გეუბნები ძალიან უცნაურად ხდება, მაგრამ ადამიანურ გამოღვიძებას რასაც ვეძახი, ანუ ეს მოდის ყოველთვის რაღაცნაირი ცუდი გამოცდილებიდან მოდის, იმიტომ რომ რეალურად, რავი, ძალიან ბევრი ადამიანს ვკარგავთ, ძალიან ბევრი ადამიანი აღარ არის ჩვენ ცხოვრებაში, ძალიან ბევრი ადამიანთან რაღაცნაირად ისეთი ჩვენ გგონია რომ კავშირი გვაქვს რომ აი რანაირად უნდა დამთავრდეს მაგრამ იმედი გაგიცრუდება და აი ხო არა როდესაც არ გაქვს რაღაცის მოლოდინი არც იმედი არ გიცრუდება ხვდები უბრალოდ შენ თუ იღებ ამ დღეს რომ ეს დღე არის ძალიან მაგარი იმიტომ რომ მე და შენ აქვს ხედვართ რაღაცა ლაპარაკობთ რაზეც გვინდა ვსაუბრობთ აი რაღაც ხვდები ანუ თითოეული დღით უნდა იყო ბედნიერი, იმიტომ რომ მე სულ მოლოდინს ვიქმნი ვიღაცის. რისგან? რატო? აი მე როგორი დამოკიდებულებაც მაქვს სხვა ადამიანებს. მარც სულ მგონია რომ იგივე უნდა მივიღო და არ ვიღებ არასდროს ამ იგივეს. ვერასდროს ვერ მიიღებ.
თუნდაც რატო ესეთი რთულია რომ გვიყვარდეს ერთმანეთი? აი კი, სამწუხაროდ ეგრე არის, იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავისი სიყვარულის აღქმა აქვს და თავისებურად ხედავს და თავისი პრიზმა აქვს. ის მაგიტო გითხარი, ის როგორც მე და შენ შეგვიძლია რეალურად სიყვარული და ის მე რამდენჯერაც როგორც მიყვარდა. რეალურად ზუსტად ეგ იყო, სულ მე ხუმრებდნენ ჩემი მეგობრები, ავი შენ რო ვიღაცა, ან ჯერ ხო ყოველ ბავშვობიდან მოყოლებული ყოველ კვირას ვიღაცა მიყვა, ეს ის არის. ვიპოვე თუ რაღაც ის მეორე ნახევარს ვეძებდი და ვიღაცას უნდა ყოფილიყავი და იმას სულ რაღაცა აღმატებულ ხარისხში უნდა ყოფილიყავი. სულ ჭირდება რომ დაგიდასტუროს ვიღაცამ რომ სასურველი და მაგარი თავის გარდა. საერთოდ არაფერი ამ 4 თვე რო ვიცხოვრო სადმე მთაში ხმის გამცემი რომ ამყავდეს უბედნიერესი ვიქნები. საერთოდ ამ ჭირდება არავის ვალიდაცია. აი ეგ არის შეხედე. ხო. როდესაც არ ეძებ სხვა ადამიანისგან შენ თავის აღიარებას, ეს იგი შენ თავთან იმდენად მაყოფილი შენი თავით არის ძალიან მაგარი სიტყვა ქართულში მაგისთვის ხო შენ თუ არ იქნები ბედნიერი მარტო შენ თავთან შენ ვერ იქნები ბედნიერი ვერავისთან შანსი არ არის არ არსებობს იმიტომ რომ რაც არ უნდა სულ აი მართლა არ ვიცი მე გადადგას და მოგიტანოს და ყოველთვის რაღაცა უფრო მეტი მოგინდება ყოველთვის არ ვიცი, თუნდაც ერთი ყვავილი იყოს, მაგით ბედნიერი იყავი. თუნდაც რა ვიცი, შენ მეორე ნახევარს თუ აი მე სიძღება ეს მეორე ნახევარი. ნახევარი, არ გინდა რომ ვინმეს ნახევარი. მე მინდა მთლიანი ადამიანი, იმიტომ რომ მე ვარ მთლიანი ადამიანი და მინდა მთლიანი ადამიანი, ვინც დაალაგებულია თავის ცხოვრებაში და ერთად ვიქნები. თავიდანვე ეგრე გვაქვს შთაგონებული, რომ ვიღაცის ნახევარი უნდა იყოს და ვიღაცას უნდა უყვარდე, მაგას მე და შენ ეხლა შეგვიძლია ძალიან შორს წავიდეთ და ვისაუბროთ რატო გვიტენიან და საიდან გვიტენიან და როგორ მოდის, მაგრამ ეხლა მაგ თემას რო შევეხო მე ვერასდროსებენ და ვერასდროს ვერ ველაპარაკებ ასე რომ არ მოდი არ გვინდა. მე რა მაინტერესებს, აი ესეთი გარდამტეხი მომენტი როდის იყო შენ ცხოვრებაში, რომ იცახი რომ აი ესე ვიყავი, მაგრამ აღარ, აი რა მომენტი იყო რომ მიხვდი რომ შინაგან ვენახევრიანი ჩაწოლა რომ მქონდა ლოგინში, იმიტომ რომ მქონდა ანუ ღრმა დეპრესია, ოღონდ ეს არ არის ის დეპრესია, რომ რაღაცა რო არა. დეპრესიაში ვარ, ერთ დღეს რო არიან და მეორე დღეს რო. ძალიან ცუდი ღრმა დეპრესია მქონდა და შფოთვითი აშლილობა მქონდა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ საერთოდ არ ვერ ვდგებოდი ლოგინიდან. და აი ფიზიკურად ცხეული იდო ლოგინში და ვჭამდი ძალიან ცოტას, ანუ აი ერთი ცალია ესე პურის ნაჭერიც კი მე აი ეს მემართებოდა, იმიტომ რომ ფიზიკურად სულ მეძინა. ოღონდ ეს არ იყო არანაირი არც რაღაცა მედიკამენტოზური იმით გამოწვეული ძილი, არაფრით არ იყო ძილი. უბრალოდ ორგანიზმი გამეთიშა. და ჩემმა ორგანიზმმა გააგრძელა. რასაც ითმენდი, ხო, აი ჩემმა აქამდე კიდე იმდენი იყო. რაღაცნაირად სულ აი არ ვიცი როგორ აგიხსნა, ბავშვობიდან სულ გრძნობდი, რომ აი რაღაცნაირად სულ სადღაც დისკომფორტი მქონდა რა, აი ბოლომდე მოშვებული ბედნიერი არ, აი რაღაცნაირად სულ მეგონა რომ სულ რაღაცა ვაგვიანებ, სულ სადღაც ვაგვიანებ, სულ რაღაცა გამოვტოვე, უხეშად ვიტყვი, სულ გავმაზე. აი ეს რაღაცა შფოთვა სულ მქონდა ხოლმე. მე ბავშვობაშიც აი რაღაცა არ vicი, აი ამ შფოთვებმა და აი overthinkerობამ. ზედმეტმა მოფიქრალობ იმას რომ ნუ აი ცოტა დეპრესიისკენ მიდრეკილი ბავშვობიდან ყოფილვარ. ძალიან მიყვარდა ბავშვობაშიც მარტო ყოფნა. ანუ რაღაცნაირად ისე ვიყავი, რა ვერ ხვდებოდი, დისკომფორტი მქონდა საკუთარ სხეულთან, საკუთარ გულთან და საკუთარ ტვილთან, იმიტომ რომ ჰარმონიაში არასდროს არ იყვნენ. აი არასდროს არ იყვნენ. და ძირითადად ყველა გადაწყვეტილებას ვიღებდი გულზე და არა ტვინით. და ამ ორს სინქრონში რომ მოსვავ, მე რეიწყება ნამდვილი ცხოვრება. აი მე არის იდეალური ყველაფერი. ხო და დამემართა ეს ყველაფერი ერთად დაგროვდა, რა ვიცი, ღალატები, ფიზიკური ტკენები, ფიზიკური წყენები, მოლოდინების რაღაცა არ ვიცი, აი რაღაც ოცნებების თუ სურვილების არ გამოსვლა. მოკლედ რო ვთქვა, ყველაფერმა მაგას შეუწყო ხელი, მაგრამ შეხედე როგორი მომენტი იყო. თვენახევარი ვიყავი ჩაწოლილი. ამას დაადასტურებენ ჩემი მეგობრებიც, იმიტომ რომ აი ესე მოდიოდნენ და თან ყველას ეშინოდა ჩემი, იმიტომ რომ მართლა ანუ არაადეკვატური იყო. აგრესიული იყავი? კი. ძალიან. არ გინდოდა რომ თუნდაც ნინუცა ჭამე, ამაზეც ალბათ პროტესტი ქონდა, რომ თავი დამანები. ჩვენ ზოგადად ისედაც არ გვიყვარს რაღაცებს რო გვეუბნებიან, რომ უნდა გავაკეთოთ, უნდა ვინმე რომ მეუბნება, არაფერი არ უნდა, მინდა. თუ მინდა გავაკეთო. აი უნდა? რიგ შემთხვევებში არის რომ უნდა, აი ცუდად მესმის ყურს. ხო. მაგრამ როგორი მომენტი იყო, იცი რომ თითქოს აი ეს რაღაცა ნეგატიური ძალიან ბევრი ემოცია ჩემში დაგროვდა.
ხო. ვერ ვამჩნევდი ვერც მზის ამოსვლას, ვერც ბალახების სუნს, ვერაფერს, რაც სიამოვნებას მანიჭებს, საერთოდ ვერენ გარემოს, არაფერს. და ვინმე რამეს თუ მეუბნებოდა ოდნავ ისეც რომ რეალურად ჩემი დახმარება უნდოდა, მაშინ მე ამას ვერ ვხედავდი, იმიტომ რომ აი ჩათვალე რომ თვალზე მქონდა ლიბრი გადაკრული, ესე ანუ კარგად აი 100K-ში ვერ ვხედავდი და ყურშიც და აი მართლა ყველაფერი მხვდებოდა ძალიან მწარეთ, იმიტომ რომ იმხელა იარა მქონდა რეალურად, რომელსაც კი არ ვირჩენდი, აი გარშემო რო უსმევ, ხო იცი აი ისე რომ მარგალიტის მწვანეს ზილიონკა რო ქვია, აი ესე გარშემო და რეალურად გასაკერი რაც არის და სამკურნალო რაც არის, იმას არ შველი. იმიტომ რომ აი რაღაცნაირად არა. ანუ სპეციალურად უვლიდი გვერდს ამ რეალობას. კი, გვეკომფორტულება ჩვენ ადამიანებს, იმიტომ რომ ყველას არ მოწონს. იმიტომ რომ ყველას არ მოწონს იმის აღიარება საკუთარ თავთან, რომ თუნდაც რაღაცნაირად არ ვიცი სისუსტის. ხო? შეცდომის, აი ისევ ამ ყველაფერს შვება ეგო. და საკუთარი თავის პატიებით მიხვედი ამ ყველაფრამდე? აპატია შენ თავს? ორი ადამიანია, ვისაც არ ვაპატიე და არც ვაპატიებ. ხო. იმიტომ რომ ეს ის მომენტი კი არ არის, ყველას უნდა აპატიოდ. გაუშვა, გამოუშვა, არა. აი ორი ადამიანია, ვისაც არ ვაპატიებ. არის რაღაცები, რასაც ეს ჩემი გადაწყვეტილება, ოღონდ ეს არ მაწუხებს და ამითი არ ვცხოვრობ. უბრალოდ იყო რაღაც მომენტი, როცა მივხვდი, რომ ის ისეთია და უბრალოდ ჩემზე ცუდად მოქმედებს. ეს ესეთია და ეს ჩემზე ცუდად მოქმედებს და უბრალოდ ანუ არ მაქვს კონტაქტი ამ ადამიანებთან. იცი რა მაინტერესებს? რატო, ანუ მგონია, რომ პირდაპირ პროპორციულია, როგორ გექცევიან შენ ადამიანები, იმისი თუ როგორ აღიქვავ შენ თავს. ანუ შეიძლება ეს გავავრცელოთ იმას შენს ამბავზე, იმიტომ რომ ნახე რატო გაგიბედეს? შენ თავს ცუდად ექცეოდი? შენი თავის მიმართ არასწორი დამოკიდებულება გქონდა? ყველა ის ადამიანი, ვინც ჩემ ცხოვრებაში იყო, ვინც მატკინა და ვისაც მივეცი უფლება რომ ეტკინა, მე ავირჩიე ეს ადამიანი, მე მივეცი უფლება. მეცაც გეტყვი. მე ამჟამიდან ნინუცას გონია რომ ზოგადად სამყარო ადამიანებს უბრალოდ არ გვიგზავნის. ზოგი არის. აი ხო იცი, someone is blessing, someone is lesson. ყველა ის ადამიანი, ვისაც ცხოვრება, არ ვიცი, შეიძლება არაფერი არ ხდება. შეიძლება ეხლა მე ვცდილობ ამ ჩემი რაღაცების გამართლებას, მაგრამ თუნდაც ესე იყოს, ეს არის ჩემი იარაღი ამ სამყაროსთან შესარკინებლად, მიხვდი? მე მგონია, რომ ყველა ადამიანი, ვინც ჩვენ ცხოვრებაში მოდის მიზნით. და უკეთესობისთვის. კი, და ეს სამყარო რაღაცნაირად გცდის. რომ შენ ისევ მოშტერო ხარ და ყოფილს აპატიებ, რომელიც ერთი და იგივე რაღაცებს ეს ალეგორია იმას ვაკეთებ, ხვდები, შედარებას ვაკეთებ. ერთი და იგივე ფილმის რამდენჯერმე ყურებას გავს არა და სხვადასხვა რო იმდენჯერ გამოგიგზავნის ეს სამყარო ერთი და იგივე ადამიანს, ერთი და იგივე პატერნით, სხვადასხვა ვიზუალით, სანამ არ ისწავლი ჭკუას. ხო. და მე რო აი რაღაცნაირად სულ უშვებდი იმას, რომ მე ვიყავი ძირითადად ურთიერთობაში გამცემი და მე ვიყავი რაღაც ჯეკოჭელიძეც და ჰალკიც და ყველაფერს მე ვათრევდი, აი ესე ვიყავი რომ მე ვიზამ და ორივეს გვეყოფა ჩვენი ის რატო? მაგრამ კიდე მივდივარ იქამდე რომ აი ეს ყველა გამოცდილება რაც მივიღე და ეს ყველა ეხა როგორ ვარ იცი? ხო. აი როგორც კი ხვდები რომ ადამიანი მაგ skills დაამუშავე. მასწავლი? არა, მე არ გასწავლი, მან შენ თვითონ მიხვალ. შენ კიდე ბევრი გაგწია. აი როგორც კი ხვდები რომ ადამიანი არც ემოციურად მავსებს, ხო. არც პირიქით ენერგია მიაქვს ჩემ. როგორ ერთ წამში უბლოკავ იცი რას მივხვდი მე? რაღაცნაირად აქამდე სულ მეგონა ხა მე დიდი გამოცდილება ურთიერთობებში ჯერჯერობით არ მაქვს, მაგრამ სულ მეგონა რომ აი სანამ გეკნება ხოლმე დამირეკე და ეს არქნა ის არქნა. აუცი ხო არ დამირეკავს თუ რა არ გადაგირჩენი ვარ? ხო და დღემდე მახსოვს რომ დაურეკე ნინუცას რაღაც კლინიკაში ვიყავი, ეხაც მახსოვს რიგში ვიდექი და დაურეკე ნინუცას, იმიტომ რომ ვიღაც ძალიან მატყუარა ადამიანი მეკონტაქტებოდა და ნინუცა მეგრევე. ის არის ამ ხელა ხალხო, ყველა იცნობს და იცოდე. არჩევით. იცოდეთ რომ ნინუცა მყავს და მე ვიცი ყველაზე ეგრე. ხო და აი იცი რისი თქმა მინდა რომ ანუ ურთიერთობა მეგონა რომ აუცილებელი იყო, მაგრამ ეხა ხვდები რომ თუ ისედაც ძალიან რთულია ეს სამყარო, რაც გავიზარდა ნელ-ნელა უფრო და უფრო რაღაცას ვეჯახები, ხო? და ნელ-ნელა იცი რას ხვდები, რომ ის ადამიანები, რომლებიც თუ აი პირადი ურთიერთობა, ბიჭი და გოგო რა, თუ მე ის ბიჭი
არ გამიხალისებს ცხოვრებას, არ გაუბედნიერდები ამ ურთიერთობით. ურთიერთობა არ არის რაღაც აი წყალი და საჭმელი, რომ უეჭველი გჭირდებოდეს. თუ არ გაუმჯობესდება ჩემი ცხოვრება ამითი, მაშინ არ მინდა. არა? აი არა, კონკრეტულად გითხავ რაღაცას. ხო. იმიტომ რომ 21 წლის ასაკში რასაც ვეძებდი მე ურთიერთობაში, 37 წლის ასაკში მაგას არ ვეძებ ურთიერთობაში. რას ნიშნავს აი შენთვის ის, რომ აი რა ხო, რითი უნდა გაგახალისოს, რითი უნდა იმას ქნას? მე მგონია, რომ აი ისედაც რომ ამდენი უბედურება ტრიალებს ირგვლივ, ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელთანაც ძალიან კომფორტულად იქნები, როცა რაღაცა კარგი მოხდება, ერთად იქნებით კარგად და ზედმეტად არ გაგძაბავ. გინდა რომ შენი ემოციის სტიმულაცია მოხდინოს სულ. მე მინდა რომ გვერდში მედგეს და ვუყვარდე უბრალოდ ადამიანს. აი ამის მოთხოვნილება მაქვს და ხო ყურადღება იყოს და რაღაცა იმას კი არ ვითხოვ რომ მაინც და მაინც საჩუქრებით ამავსოს ვიღაცამ. უბრალოდ ყურადღება, არა, ნახე რა არის, რაღაც მატერიალურად რო არ აღიქვას ვინმე, უბრალოდ აი ერთი ღერი ყვავილი რომ აჩუქოს ბიჭმა, უკვე მე მივხვდები რომ იმას რაღაცა იფიქრა იმ მომენტში რომ აი გაჩერდა და ის ერთი ყვავილი იყიდა და მომიტანა და ეს ჩემთვის უკვე ბევრს ნიშნავს. მე რომანტიული 21 წლის. ნაიბრად რაღაცა გიხვდები ყვავილებზე და მიხარია რომ ჩუქნიან, მაგრამ ვერ ხვდებიან ხოლმე ხანდახ. აი მივხედოთ იმისა რომ მართლა რეალურად ურთიერთობებით ამდენჯერ მაქვს მართლა რეალურად აი ესე მოდი აი ერთ ხაზოვნად რო შევხედოთ, არც ერთ ურთიერთობაში არ გამიმართლა, ხო? ხო. და სულ რაღაცნაირად არასწორად. არ მართლა ეგრე იყო, არასწორად ადამიანებს ვარჩევდი და ნუ ის ადამიანიც ვისთანაც ერთად მეგონა რომ დაუბერდებოდი და მოვკვდებოდით და სადმე ერთად ვიცხოვრობდით, აი ერთ დღეს მოვიდა და გამომიცხადა რომ უნდა დავიშალოთ და ესე დივანზე ვიჯექი და ოკეი თქო. აი რა უნდა მეთქვა და ის რაღაცა ტოქსიკურ სცენებს ელოდებოდა და აი რა უნდა მეთქვა, ანუ წავიდა, ცალკე მიიღო გადაწყვეტილება, მე მოვიდა და მითხრა და აი რას ელოდებოდა, რომ არ მიმატებო თუ რა რას დავიწყებდი. კი ბატონო თქვა, ანუ შენ თუ ეს გაგახარებს და ბედნიერებას მაგანიჭებს, კი ბატონო. ხო. შენ გჭირდება გვერდით მეგობარი. მთელი ურთიერთობების პრობლემა ჩემი აზრით არის ის, რომ ადამიანები მეგობარს და შეყვარებულს აცალკევებენ. რაჯობია იმას, რომ შენი შეყვარებული და შენი მეორე ნახევარი შენი მეგობარი არის. აი როგორც მეგობარსთან იქნები, მშვიდად, წყნარად, კარგად, ამიტომ ჯობია რომ თუნდაც ესეთი მომენტი იყოს, დაუმეგობრდით თქვენ მეორე ნახევრებს დაუმეგობრდით, ხო? იმიტომ რომ რეალურად ერთმანეთს არ იცნობენ კარგად. და ყველას უნდა აი 21 წლის რო ვიყავი, მინდოდა პეპლები მუცელში, მინდოდა რაღაცა. ნუ ძალიან ბუნებრივია. აი ხო, მაგრამ ეხლა მინდა ადამიანი, აი ფიზიოლოგიურად. აი აღმაფრენა კი არ მინდა, პირიქით მინდა რომ აი ანუ ჩემი სიმშვიდე იყოს ის ადამიანი. ხდები აი ვისთანაც მე აი თუნდაც რაღაც არ ვიცი დაღლილი, გაუბედურებული რაღაცა თელი დღე ნამუშევარი უბრალოდ მიიღო ჩავეხუტები და ის ჩემი მეგობარია და მიხვდება რა მჭირდება. ზედმეტად ვინც არ გამიბურღავს, რაკჭირს, რა მოხდა, რა ვიღაწუხე და აი უბრალოდ ჩამიხუტება რა. აი ეგ არის ხდები კომფორტი, ხო? და შენ ახსენე კიდე რომ მოკლედ ბუნებასთან რაღაცნაირად სიახლოვე, მაშინ საერთოდ არ გქონდა რა მეზიზღებოდა ის ბალახიცო, ის მზეც რო ამოდიოდა და ვერ ვამჩნევდი. იცი რა არის, რას ვგრძნობ ახლა მე შენგანაც და იმ ადამიანებისგანაც, ვინც მგონია რომ აი ამ საკუთარი თავის სიყვარულის გზაზე დგანან. რაღაცნაირად სიყვარული კი არა, აი ბუნებასთან სიახლოვეს იჭერენ საოცარს რა. იმიტომ რომ ხვდები რას ნიშნავს. ხო, აი ეგრევე იწყებ ოღონდ მიხვედრას ადამიანი რა გზაზე, იმიტომ რომ შენთან რო შემოვიდეს ადამიანი სულ მზე თუ არა ვარსკვლავები, მე ჰოროსკოპებზეც უფრო ჩაეძიებიან ხოლმე, ანუ უფრო გიყვარდება და აი რატო არის ეს ბუნებასთან სიახლოვე რა? მე ჰოროსკოპებს ახლა ესე ჩაძიებული აღარ ვარ, მე რეალურად კიდე უფრო სხვა ნაწილში გადავედი, იმიტომ რომ ეს ჰოროსკოპიც მგონია რომ შენ ტატუებიც გაქვს ჰოროსკოპებთან დაკავშირებული არა? ზოგადად ძალიან ბევრი მაქვს და აი ესეც ამ ამბების მერე მოხდა, ხო? რო გაიკეთე? არა, მე პირველი ტატუ გავიკეთე, როდესაც ბებია ჩემი გარდაიცვალა, მისი ინიციალი დავიწერე ზურგზე, მაგრამ მე მთელი ჩემი შეგნებული და არაშეგნებული ცხოვრებაც ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ესე ვიქნებოდი. იმიტომ ეს რეალურად კი ცოდვარი და შეიძლება და ეხლა ჩემი 16 წლის ბავშვი რა სიტყვის, რომ აი რაღაცა და აი რაღაცა არსებობენ სხვადასხვა ისინი, ვინც თვლიან, რომ ვისაც სვინინგები აქვს ძალიან ცუდი დედაა და რა. რა შუაშია? აი არა ხალხო მართლა, თქვენ არიცით რასთან. აი შენი შვილის კლასელის დედები რა სიტყვი? ამბობდნენ მე ამბობდნენ არ მაინტერესებს. მართლა არ მაინტერესებს. აი მართლა არ მაინტერესებს.
ყველა რაც მაგ ყველას აქვს ჩემთვის თავისი მნიშვნელობა. მნიშვნელობა. არც გახდილი დაურვი ვარ არსად, ნუ ზღვაზე თუ არ ვარ. და არაფერი. ანუ მე რო ვიცი რომ მე მაქვს ეს, მე მსიამოვნებს. ზოგი ფიქრობს რომ ზღვაზეც არ უნდა იარო გახდა. ვიღაცას ხომ მოწონს, აი ესეთი სახე რო აქვს და გადაჭიმული ფილერი და ახლა ტუჩები და ღმერთმა შეგარგოთ. მე მომწონს ესეთი ჩემი თავი და ჩემი აი არ ვიცი, ჩემი სტილი არის ეს. შეიძლება გარეგნობით არ მოგწონდეს შენი თავი, მაგრამ შენი თავი მაინც ძალიან გიყვარდეს და მაინც ძალიან თვითკმარი იყო. და რო გითხრა რომ შენი ვიზუალი შენ თვითონ აირჩიე თქო? როგორ ავირჩიე? აი ეგრე. აი მე ეგრე ვფიქრობ. რატო? მე ვიცოდი, ანუ აი რა არ ვიცი, სადაც გვანაწილებდნენ და როგორც გვანაწილებდნენ და საიდანაც მოვედით და რისთვისაც მოვედით, მე მგონია რომ წინასწარ ვიცოდით, სადაც მოვდიოდით. და შენი აირჩიე შენი სხეული? კი. ხო, და შეიძლება რომ არ მოგწონდეს ეს შენი სხეული? არა, ხო არ მოგწონს. კი. და მაშინ რატო აირჩიე ეგეთი? იმიტომ რომ რეალურად შენი სხეული, როდესაც 100 წლის მერე ხო. აღარ იქნები, შენი სხეული სად მიდის? მიწაში. ბუნებას უკავშირდება ის. გამარჯობა. შენს ბუნების ნაწილი ხარ. რეალურად რო შეხედო, რამდენი საერთო აქვს ბუნებას ადამიანთან და რეალურად ადამიანებმაც რო გაიაზრონ, რამდენად საოცარი ქმნილებები ვართ და ის რომ რეალურად მართლა ყოველ დღე უნდა შეეცადო რომ მადლობელი იყო იმისთვის რომ რავი ორი ხელი გაქვს, ორი ფეხი გაქვს არ ყველაფერი გაქვს იმისთვის რომ ბედნიერი იყო. ძალიან მოდაშია ხო იცი მადლიერების დღიურის წერა ეხა და ძალიან მაგარი პრაქტიკაა სხვათა შორის. მე დავიწყე. მე დავიწყე და იცი როგორი რაღაც არის, აი მე იმდენად დეტალებში ჩადიხარ რაღაცნაირად, რომ ხვდები რომ იმისთვისაც მადლიერი ხარ, რომ რავი რო სუნთქავ შენი ორგანიზმი როგორც გემსახურება რა, იმიტომ რომ საოცრება, ანუ ამ წამსაც მე და შენ რო აგვზივართ, იმდენი რაღაც მიმდინარეობს იქ სადღაც შიგნით და ეს ყველაფერი მართლა ბუნების ნაწილია, რომ ალბათ მაგიტო არის წეღან რაც კითხე რა, როცა საკუთარ თავს იყარებ, ამ რაღაც კორელაციას უფრო გრძნობ ბუნების და ადამიანის. ამას სამყარო გაძლევს. და მაგიტო გიყვარდება სხვანაირად აფასებ. აი ხეებს, ანუ ხალხს აი ძალიან კარგი ის არის, ხანდახან ინსტაგრამზე ძალიან კარგი რაღაცები ხდება ხოლმე. ხალხს რო Wi-Fi-ის და რაღაცების ჯერა და ანუ აი რაღაცა ამ სამყაროს კავშირის არ ჯერა. როგორ შეიძლება რომ არ ჯერა? რა შვებით როგორ ახართ. მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ რეალურად რო დაუფიქრდე, შენი თვალი შენი თითის ანაბეჭდი, შენ ყველა ზუსტად იგივეა ყველაფერი სამყაროს. ყოველ ხეები აიღე, ნერვული სისტემა აიღე და რავი ფესვები აიღე, როგორ ერთმანეთს უნიკალურობის გააზრება არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი. თვითონ ვარ ბუნების მე გეტყვი, მე ჩემ გამოცდილებას მაგ კუთხით რა. ძალიან ბევრი კომპლექსი მქონდა ბავშვობიდან მოყოლებული და ეს ხო იცი გარდატეხის ასაკში რაღაცები ერთ ძალიან სასაცილო ამბავს მოყვები მაგაზე, რომ სკოლაში ერთი ბიჭი მომწონდა ძალიან მაგრა რა, ჩემი უსაყვარლესი მეგობარი და ამ ჩემმა მეგობარმა მოკლედ ესე მოვიდა ჩემთან ახლოს და მგონია რომ რაღაცა კარგი უნდა მითხრას და აი ესე მიგეთებს. ულაშები გაქო. და ვარ გარდატეხის ასაკში და ნუ ესე არ მაქვს დიდი შავი ულაშები ესე არ მაქვს, მაგრამ რაღაც ბუსუსები ეტყობა უფრო გამუქდა, არ ვიცი. და რა გავაკეთე? ნუ იქ ხო ძალიან ბევრი ვიტირე და მთელი გაკვეთილი ვიგლიჯავდი ხელებით რა დავიწითლე ეს წუჩები და სახში რომ მოვედი მამა ჩემი საპარსი ავიღე შევედი აბაზანში მამა ჩემი საპარსი ავიღე ისე რომ დღემდე არიციან მე მგონი ეგ ჩემმა და აი ეს დავდექი და მამა ჩემის ნაყურები მქონდა რომ აი ესე აკეთებდა რა აი სწორი მონასმი გავაკეთე ძალიან ესე ვაკეთებდი რა ძალიან ლამაზად გავიპარსე მე აქეთაც მივყევი ესე მე კარგად შეიღე და მე რა მოხდა იცი ერთ კვირაში ჯაგარი ამომივიდა და რაღაცა 10 წლის ასაკში დავიწყე ეპილაციის კეთება უმწარესის მაგრამ გამომადგა გამიქრა კი ხო და რა რისი თქმა მინდოდა ეხა აქედან გამომდინარე რა რომ ამ კომპლექსებიდან შეხედე ეხა მეცინება ხედავ აი ეხა ხო გეცინება კი რეალურად ხო გამოგადგა სადღაც რომ აი ეხა აღარა მოგდის თქმა თუ რაღაც ეგ ხო საბოლოოდ კაი პოზიტიური ის არის ყოველთვის შეგიძლია ეპილაცია დავიწყე 10 წლის ასაკიდან და დღეს აღარ მაქვს ხო არა ეხა ეს ნუ იქნება წამახალისებელი პატარა ბავშვები რომ მამის საპარსი არ გამოიყენოთ გოგოებო გაანებით თავი კი ბატონო აი ძალიან მარტივია რა თბილისში წვიმა რომ მოდის ხოლმე არსებობს ორი კატეგორია ერთი ვინც ეირნობს მეორე ვინც თავს აფარებს ყოველთვის ყველაფერს შეგიძლია შეხედო ხდები მე შეეირნობ ხო წვიმა წმინდავს აურას პროიცოდე და ძალიან კარგია ისევე როგორც შხაპი ხო ანუ ცივი ოღონდ ცივი
აუ ეგ სხვათა შორის ეს კონტრასტული შხაპი ვისწავლე. ხო? ბოლო 1 წელია. მახსენებ. ბოლო 1 წელია ვისწავლე და შენ რო ნახო მე რა წყალში ბანაო. გაყინული. გაყინულ და მე წყალში უცებ ბანაო. ძალიან ცხელი. აპაპაპა, არავითარ შემთხვევაში. მე სულ მე გაყინულ ამას წყალში ვაკეთებ. ბანაო. ნუ ვისაც ერთადერთი აი ზამთარი არ მიყვარს. არ მომბაძოთ. და ვერ შევეჩვი ამ ზამთარს და მე ზამთარი, ანუ აი ხო ყველა ის უნდა გიყვარდეს რადგან გონება. დაბადების დღე გვაქვს ზამთარში მე და შენ. მაინც არ მიყვარს ზამთარი. არა. მე კიდე რო ამბობდნენ თებერვალზე რომ ყველაზე ბანძი თვე არისო, გული მწყდებოდა ხოლმე, იმიტომ რომ 27 თებერვალს მაქვს დაბადების დღე. ვიცი. მე როდის მაგახსოვს? 26. ოჩა. არ მიყვარს თბილისში არ მიყვარს ზამთარი. ხო. მეზიზღება აქ. თაში გიყვარს ალბათ. აი თაში კი არა სადაც გინა იქ ვიყო, აი პირველი ალიონზე ავდგები, მამალს დავასწრებ. აქ აი ძალიან მზღუდავს საქაურობა და ძალიან მაჭერს და ძალიან მხუთავს და არ შემიძლია. არა ვაკეთო. ხო, წეგანა ქაოსია, ბევრი ნეგატივია, ბევრი ქაოსია, ბევრი ხმაურია და no. ხო. და წეგანამ უნიკალურობაზე რომ ვამბობდი, მე ამ ულვაშებზე რომ გადავედი, სხვაგან წავედი და იცი რისი თქმა მინდოდა. მე და შენ ორივეს ADHD გვაქვს. კი. ხო, და რისი თქმა მინდოდა, ვერ ჩერდებით. იცი რისი თქმა მინდოდა, რომ აი როგორც ეს რაღაცა შენი თითის ანაბეჭდი არის ძალიან უნიკალური, როგორც რაღაცა შენი გენეტიკური კოდები და ასე შემდეგ. იცი რა დავაფიქსირე, არ ვიცი, შეიძლება ვიღაცას ეგ მიდგომა დაეხმაროს და მაგიტო ვამბობ რა. სარკეში რო ვიყურებოდი ხოლმე ძალიან მაგრა არ მომწონდა ჩემი თავი რა. კომპლიმენტს რომ ეტყოდნენ რომ აი ქეთო რა ლამაზი თვალები გაქვს ბავშვობაში მეუბნებოდნენ ხოლმე, იმიტომ რომ დიდი ბრიალა მწვანე ცისფერი რაღაც ქამელეონი თვალი მქონდა და ამას რომ მეუბნებოდნენ რომ ვიყურებოდი სარკეში ხედავდი რომ ყველას ძირითადად უფრო მუქი ფერის თვალი ქონდა და მე რო ესეთი მქონდა არ მომწონდა რა მეთქი რა საშინელი ფერის თვალები ჩავატყავდი ახლა მიკროფონს თავს მაგრამ მიჭები არიან ხოდა რა ანუ ჭაობის ფერი თქო ესე ვიძახდი ანუ განწყობასაც რამხელა მნიშვნელობა აქვს როგორ შეხედავ რა ის მწვანე დასაწყისში ხო ის მწვანე შეიძლება რა ხასხასა ბალახს და ლამაზ ყვავილებს შეადარო და შეიძლება ჭაობს და მე ვამბობდი რომ აი ბაყაყები რო ჭაობში არიან ეგ არის ჩემი თვალი თქო და მე რა დავაფიქსირე იცი რო ვიყურებოდი რასაც ვიკრიტიკებდი რა ეს ნაოჭები მაქვს თქო ამაზე ვიძახდი იმიტომ რომ გენეტიკურად მაქვს რომ დედაჩემის მხარეს რო იღიმიან ეს ბედნიერების ნაოჭი არის რა ანუ ყველას გვაქვს ეს ასაკობრივი კი არ არის და იცი რას მივხვდი რომ იქ დიდი თვალი რომ აქვს რაღაცნაირად ხო ანუ ის მამაჩემს მიგავს ეს დედაჩემს და მე მივხვდი რომ სინამდვილეში ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანები ვინც არიან და ვინც ყველაზე მეტად მელამაზებიან იმათ ვგავარ თურმე და ანუ იმათნაირი ვარ და ანუ უნიკალური ვარ რა იდენტური არ ვარ უბრალოდ იდენტური ტყუპებიც კი რა იყო ისინიც უნიკალურები არიან და მე აი ეს უნიკალურობა რომ დავაფასე ნელ-ნელა წამოვიდა საკუთარი თავის სიყვარულით რა რაც უფრო შეიყვარებ საკუთარ თავს და რაც უფრო ხვდები რომ რეალურად მართლა სურო აი რა ვიცი მე აქ კონდეს რაღაცა დიდი ლაკა ან სადღაც რაღაცა კონდეს შენ ხარ შენია ანუ იცი რამდენ რამე შევცვლიდი ჩემ თავში აი მართლა ეხლა რომ მიმიშვა აი არ გავჩერდები იმდე ჩემ გარეგნობაში გულისხმობ იცი რა აი ექსკლუზივი ხო გინდა აჰა ვისაუბრებ ძალიან მაწუხებდა ჩემი მკერდის ზომა ხო? იმიტომ რომ ხო ბავშვობაში კარგად ვიყავით აქ და მე ბავშვს რო ვაჭამე მე აღარ ვართ აქ კარგად. აი რაღაცნაირად ისე მაკომპლექსებდა ეს რომ ის კი არ მიყო რომ რაღაცა ესეთი მინდოდა რომ მე ესეთი ფოტოები გადამეღო და მე ესე მჯდარი იყავი ეგეთი ხო იცი რა. უბრალოდ ჩვენ რაღაც კომფორტულად ჩემი კომფორტისთვის მინდოდა ყოფილიყავი ის აი ნახე როგორ ესე მინდოდა რომ ყოფილიყავი კომფორტულად. მე რატო არ ვართ ეს? ოპერაციის დღე დანიშნული მქონდა ყველაფერი დანიშნული არ მივედი. რატო? აი გადავწყვიტე რომ არ მინდა და ჩემი თავი ძალიან მომწონს ისეთი როგორც ვარ. მთელი სხეული დაშრამული მაქვს. აი ესე ვარ მთლიანად ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ესეც მაქვს გაკეთებული, ძალიან ბევრი იარა მაქვს, შრამი უკაცრავად ისა არ არის ქართული. იარა ხო? იარა ხო, ანუ ეს რა. და მე ამაზე რაღაცა სვინინგების გაკეთება მინდოდა და რაღაცები მინდოდა რომ დამეფარა. არა, ყველაფერი ეს არის ის ისტორია, რასაც გადის ეს ადამიანი, აი ეს სხეული. ანუ იმასაც რაღაც თავის ისტორია აქვს, თავისი ემოციები აქვს. არანა მე მივხვდი რომ აი სურო რა ვიცი 9 ზომა გავიკეთო, მაინც არ ვიქნები ამითი კმაყოფილი და ბედნიერი, რომ აი რაღაც ხდები.
პირიქით, ეხა რეალურად მყავს 16 წლის შვილი, რომელსაც ვაჭამე, და რა მაგარი შესაძლებლობა მოგცა ბუნებამ, რომ მაშინ შეძელი ეგ? ხო, ანუ აი ხო ხტები ეგ მომენტი არის რა და არ მჭირდება არავის ფალში მე რო იდეალური perfect ვიყო, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ესე როგორც ვარ, ანუ ეხლა აი ამ ჩემი ნაოჭებით დაო ხო. და აქ ფილერის გარეშე და აი აქაც ნაოჭებით და ყველგან და გასაწმენდი სახით და ასე შემდეგ მე ვარ ძალიან ბედნიერი. და ძალიან მომწონს ჩემი თავი. მოგწონს შენი თავი. ასე რომ ვინმეს თუ არ მოგწონვართ, ეგ თქვენი პრობლემაა და არა ჩემი. კი ბატონო. და მე იცი რა არის? ხო, ანუ მე მგონი თავისუფლება ზუსტად იქ იწყება, სადაც სრულყოფილებისკენ აღარ მიუტვი რა. რა არის სრულყოფილება? ხო, აი არ ვიცი. რა არის ალბათ სრულყოფილება? ის, რომ ორი უკიდურესობა არსებობს რა ამ გზაზე, მე ეგრე მგონია. ერთი არის ის, როცა კარდაშიანები? არა, არასდროს კმაყოფილი რო არ ხარ და სულ რო ვიღაცას ისეთ ცედრები, ვინც წარმოგიდგენია, რომ სადღაც ცაშია და სინამდვილეში არ არის ალბათ ცაში, ის ადამიანი შეიძლება შემოგხედოს და იმისთვის შენ იყო ცაში. და არის ხო რაღაც ჩვენი აღქმარი და ჩვენი ილუზიები არის ყველაფერი და მეორე უკიდურესობა ის არის, რომ შენზე დაბლამყოფს უყურებ მუდმივად და უყურებ და ნუ მე ამათთან შედარებით მაგარი ვარ და კმაყოფილი ხარ იმითი რა და აღარ იცური და ხარ გაჩერებული. ეგ არის ეგო. ხო. აი შენ რო თავს თვლი ვიღაცაზე მაღლა. რაღაც ოქროს შუალედი როგორ უნდა დაიჭირო, რომ არც ეგოიზმში გადაგივიდეს ეს შენი თავისი საკუთარ თავთან უნდა იყო მართალი. ხო. საკუთარ თავთან უნდა იყო მართალი და ყოველ დღე უნდა დავუსვა საკუთარ თავს კითხვა, რომ მე ხა მართლა კარგი ადამიანი ვარ თუ თავს ვიტყუებ თუ ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ვიღაცამ დაინახოს, რომ აი ნახე ქეთი რა კაი გოგო არის თუ რაღაცა. არა. საკუთარ თავთ ანუ აი ძალიან კარგი სიტყვები არის, ნათქვამი რომ აი ძილის წინო ყოველთვის არის გარდამავალი წამი, როდესაც ჩვენი თავი ყველამ გადასარევად ვიცით რა. ანუ აი მაგ მომენტში საკუთარ თავს ხო არ ატყუებ, მარტო როცა ხარ საკუთარ თავს ხო არ ატყუებ. არა ხო. რაში გჭირდა? შენ თუ საკუთარ თავს ატყუებ, მაშინ შენს ბიპოლარული აშლილობა გაგილოცავ და აი ორი ადამიანი ჭიდაობს, რომელი უკეთესია და რომელი არა. აი ზუსტად მანდიყო რომ ამას ყვებოდი რომ თვენახევარი რომ ჩავწექი. ხო. და ფიზიკურად ჩემი სხეული იდო ლოგინში და უბრალოდ ფით გადაჩენის ინსტინქტზე იყო და აბსოლუტურად ავტომატურად ვაკეთებდი რაღაცებს, იმიტომ რომ ჩემი შვილი, ანუ მაგაზე მეტი ბუნებით ჩემთან მოახლოებული, აი დედა არის და მიხვდება რას ვამბობ. ბუნებით ჩემთან ფიზიკურად, სულიერად, ემოციურად მოახლოებული არსება, რომელიც მე გავაჩინე, ის მოვიდა და ესე მელაპარაკებოდა, რომ გეხვეწებიო დედა, ესე ვუყურებ და საერთოდ ვერ ვხვდებოდი ვინ იყო. აი საერთოდ ერთი ემოციური კავშირიც არ მქონია. და მე მივხვდი, რომ ჩემი ტვინი არის, აი მოდი ესე გაჩვენებ. ხო. რომ მივხვდე, რომ მე როცა ემოციურად რამეს ვლაპარაკობ და ვლაპარაკობ სიმართლეს, მემართება ეს. ხო. აი ხა ესე ვიждები და ვილაპარაკებ. და მივხვდები, რომ არ ვიტყუებ. არ ვიცი კადრში როგორ ჩანს, მაგრამ ანუ არ გამოჩნდება, ანუ ჩემი მეგობრები ვინც ნახავენ, მივხვდებიან ხა რაც გჭირს. ჩემი ტვინი ისეთ საკუთარ, არ ვიცი, აი ისეთ განზომილებებში იყო, სადაც მე მან მეორედ არ ჩავა. იმიტომ კი არა რომ მაგრამ ძალიან გაგზარდა და ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. ეს არის ერთხელ ხდება და იქიდან გამოდიხარ ან სხერბლი. და სულ ეგეთი საწყალი ცხოვრება იქნები აესე და ვერასდროს ვერ დაინახავ მზეს, იმიტომ რომ ყოველთვის სულ რომ ზეანათებდეს სიტყვი რომ აუ რა ტვინი წაიღო და დახუთულია, არასდროს კმაყოფილი არაფრით არ იქნები, არც საკუთარი თავით, არც გარემოთი, არც ხელფასით, არც საჭმლით, არაფრით არ იქნები ბედნიერი. და არსებობს მეორე ვერსია. თუ ამოდიხარ აქედან და ხვდები რომ თუნდაც რაღაცები გჭირდება იმისთვის რომ საკუთარი თავი ფეხზე დააყენო და მე მივედი ნევროპათოლოგთან, იმიტომ რომ მჭირდებოდა და 11 წელი ვიარე ამ ექიმებშიც და იმეებშიც და საბოლოო ჯამში ესე ავიღე ყველა წამალი, ყველას თავისი კიდე ერთხელ ვამბობ. მობაძვას და მიბაძვას აზრი არ აქვს. მე ჩემი გადაწყვეტილებები მაქვს, ჩემი ცხოვრება მაქვს და ხო ინდივიდუალურია. უბრალოდ მედიკამენტოზურ მკურნალობას შევესვი, იმიტომ რომ აი მართლა ესე ვიყავი. გაბრუებული. აი ეგ შეიძლება დორბლი დამოსვლა და ყველაფრით ბედნიერი ვიყავი და მივხვდი რომ ეს არ არის ჩემი, ეს არის ხელოვნური ბედნიერი. არა, მე არ ვარ. ჩავხსენი ეს ყველაფერი და საკუთარ თავზე დავიწყე მუშაობა და საკუთარ თავზე მუშაობას იწყებ საიდან იცი ბოლომდე ანულებ. ხო.
ბოლომდე ანულებ, იმიტომ რომ ეს შენი წარმოდგენები საკუთარ თავზე, ის რაღაცა რითიც მაგალითად კმაყოფილი ხარ და ეს ძალიან კარგი მხარე მაქვს და აი რაღაც ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს, როდესაც ხვდები რამდენად აი ამ რაღაცებით და გარემო, რომელიც რეალურად ღირებულებათა გადაფასება ხდება მთლიანად. ხო, ნეგატიური არის. როდესაც საკუთარ პიროვნებას აწყობ ნოლიდან და როდესაც მიხვდები, რომ აი ყველაფერი დანარჩენი იმდენად მეორე ხარისხოვანი არის. იმდენად მეორე ხარისხოვანი არის. გინდაც მატერიალური რაღაცები, კი გვინდა რაღაცები რომ გქონდეს, რაღაცა უფრო გამორჩეულად გვეცვას ის. ამ ყველაფერს არ ვიცი, აი ეს დაისვრება, გაიხევა, გადააგდებ და რაღაცა ბევრად უფრო სხვა მნიშვნელოვანი ნაწილები არის, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ეს არის სხვა ადამიანებზე ზრუნვა. თუნდაც იცოდე, რომ ის ადამიანი უკან ვერ დაგიბრუნებს იგივეს. მოლოდინების გაქრობა, იმიტომ რომ რეალურად მთელი ცხოვრება ტვინში სცენარს ხზავდი და მე სხვა რო არ მიყვებოდა ამ ჩემს სცენარს, მეშლებოდა ნერვები, რომ ის არის ცუდი ადამიანი. ის არ არის ცუდი ადამიანი, ის ესეთია. შენი გადასწყვეტილებაა შენ ამ ადამიანთან დაიჯერ ურთიერთობას თუ არ დაიჯერ ურთიერთობას. მაგიტომაც ვთქვი, რომ მე თვითონ გავუჩალიჩე საკუთარ თავს ყველა ის ადამიანი, ვინც ჩემ გვერდით იყო. ამ წამს ამჟამად აი ამ ნინუცას თუნდაც აი მეორე პერსონალიტი როა ნინო, ყველაფერს რო აფუჭებს. ნინო. ისიც კი იმდენად გაზრდილია აქ, რომ ხვდება, რომ ადამიანი, რომელიც ძალიან მოდაშია ეხა ეს თქვა bare minimums გიკეთებს, არა, იქნებ ეს არის მისთვის მაქსიმუმი რაც შეუძლია გააკეთოს. იქნებ არა აქვს იმის საშუალება, რომ რა ვიცი მე დღეში რაღაცა ამხელა ვარდები მოგიტანოს და დღეში 9 ჯერ თუ გავაკეთე წელან ეგეთი განმარტება, რომ მანდ არ არის ზომაში და ფორმაში, მანდ არის უბრალოდ ჟესტია რა, რომელიც ძალიან ქსიამოვნებს და მარტივია რეალურად. აი თუნდაც როდესაც ხედავ მოხუც ადამიანს, რომელიც რა ვიცი მე 80 სპარკს ეზიდება და ჩანთას მე პირადად იმიტომ კი არ ვაკეთებ აი არ ვეხმარები იმიტომ კი არა რომ ვიღაცა გვერდზე გამლელმა დაინახოს რომ აუ რა კაი გოგოა თუ რაღაცა არა შეხედე როგორი შინაგანად არ შეგიძლია იმ ვიღაცა სხვა დაინახოს აი გუშინ მაგალითად მე და ჩემმა მეგობარმა ყაზბეგში რაც კი ძაღლი იყო ყველას ვაჭამეთ და ერთ-ერთი მაღაზიის წინ ვიჯექით აი ამ ძაღლებს ვაჭმევდით და გამოვიდა ერთი ტიპი გამოვიდა მანქანიდან და რომ დაგვინახა ამას ვაჭმევდით აი ამ ხელა ბუხანკა პური იყიდა და ჩვენთან ერთად დადგა და ანუ მე მივხვდით რომ ესე პურებს აჭმევდა იმასაც რა. ანუ რაღაცნაირად როცა კარგ რაღაცას აკეთებ და იმდენად ყველა ხვდება რომ ამ სამყაროს მართლა აკლია სიკეთე. კი არა აკლია რეალურად არის უბრალოდ აქცენტი არის გაკეთებული სხვა რაღაცეებზე და აი ამ სხვა რაღაცეებში ეს იკარგება მივხვდი. ყველას არ აქვს იმის საშუალება და იმის შესაძლებლობა რომ არ იმოქმედოს ამ სამყაროს სიბოროტე მასზე. ვიღაცა თუ სუსტი არის, ვიღაცა თუ სუსტი ნებისყოფის არის, ან ვიღაცა თუ რაღაცა ეს ყოფთები, ანუ არ ფიქრობს ამ ყველაფერზე, ვერ აღიქვავს საკუთარ თავს, რომ საკმარისი არის და ვიღაცისგან ელოდება ვალიდაციას და ყველაფერი ის რაც აქ არ ყოფნის. რეალურად ჩვენ რო შეგვეძლოს აი ამ სკილის უფრო მეტად განვითარება, მე გეტყვი რომ არც ამდენი მოხუცი იქნებოდა გარეთ, არც ამდენი ბავშვი არ იქნებოდა გაჭირვებული და ძალიან ბევრი რამე სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ იმდენად სხვა რაღაცებზე კეთდება ზოგადად ამ სამყაროშიც ყურადღება იმდენად უფრო სხვა რაღაცებზე ექცევა, რომ ესეთი რაღაცები უბრალოდ გემაზება უცუდად რო ვთქვა და შენ თუ შეგიძლია რომ სიტყვაზე თუნდაც ერთი დღის განმავლობაში ერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალო კი არ გეუბნები უბრალოდ რაღაც დადებით და ამაში ხარ აბსოლუტურად გულწრფელი არ არსებობს შენი ემოცია სხვისთვის გადამდები არ იყოს არ არსებობს შენი რაღაცა საქციელი სხვისთვის გადამდები არ იყოს აი დედამიწას ხო სიყვარული ატრიალებს ნინუცა ეგ არ არის ტყუილად ნათქვამი. არა ხო? ეგ არ არის ტყუილად ნათქვამი. გურამ დოჩანაშვილი არის. ზუსტად კიდე ADHD გადახვევა მაქვს. ზუსტად მაგიტომ მაქვს კრისტოფერ ნოლანზე, არ ვიცი, გაფრენილი და მიყვარს. ინტერსტელარი ყველას რო გონია, რომ რაღაცა ფილმი არის გალაქტიკაზე და სხვა სამყაროზე, სიყვარულზე არის. ხო და მე შორს აღარ წავედი ახლა ძველი ბერძენი ფილოსოფოსებიდან დაწყებული დღევანდელი საშუალო ადამიანით დამთავრებული ამაზე ყველავთან ხვდებით რა და აი გურამ დოჩანაშვილი რატო ახსენე იცი რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს არ მახსოვს ეს რა საკში ვიყავი როცა პირველად გავიგე თუ წავიკითხე მაგრამ
რაღაცნაირად იცი რა არის ხო თითქოს ყველას გვაქვს ეს შეგრძნება რა შიგნით ყველას სადღაც თავისებური. ხო მაგრამ აი სიტყვებში ამის გადმოტანა და შესაძლებელია. გადმოთარგმნა ხო ძალიან რთული არა ვერ ახსნი და ეს მგონია რომ ძალიან კარგი ახსნა არის როგორც მან კი, გადმოსცა ზუსტად. მაგას ზუსტად ვამბობ რა ეგ, იმიტომ რომ რეალურად მართლა ამასეა შენ აი ძალიან მარტივად ანუ გეტყვი. უნიკალური სიტყვები ძალიან არის მარტივად გეტყვი. ხო. ძალიან მარტივად გეტყვი. ძალიან უკვირს ყველას მე რო ქუჩაში დავდივარ და ხეებს ვეხუტები. ხო რატო მაგის თქმა მინდა აი როგორ შეიძლება ვერ დაიჯერო რომ ძალიან ხეს ენერგია შესამჩნევია და შენგან იმის ეს. გჯეროდეს რომ Wi-Fi-ს უშვებს მარტო და ჰაერია, ოკეი, კაი, იჟანგბადი თუ რაღაც. ხო იცი რა მხელა ენერგია აქვს? იცი რა მხელა ენერგია აქვს? მართლა გეუბნები, ანუ შეიძლება ვიღაცისთვის გვერდიდან ძალიან სასაცილო ჩანს, მე ამ ხელა მუხაზე ესე რო ვარ შემოუხვეული, მაგრამ საერთოდ არ საერთოდ მაინტერესებს. სხვა რაღაცას სხვაგან ვარ, სხვაგან ვარ. ძალიან კარგი გამოთქმა არსებობს. When you know, you know. როცა იცი, იცი. ხვდები? ხო. იცი. და შენ იცი ტყეში აი მარტივად რა ვიყო, ხო. სიყვარული თუ არ არის ეს? სოკოებზე საერთოდ არ ვისაუბრებ და მათ ფუნქციაზე ამ სამყაროში და ასე შემდეგ. როცა ერთი ხე ტყეში ლპება, ან ჭრიან, ან ხო. რაღაცა. რა არ იცი რომ ბოლომდე არ იმაშვება, არ ხმება, იმიტომ რომ გარშემო ხეები რაც აქვს, ისინი აძლევენ იმ საციცოცხლო ენერგიას და ნუტრიენტებს იმას, ქვემოდან. ვის გადარჩეს. ხო. იცი რატო? იმიტომ რომ ის თუ მოკვდა, გარშემო ყველას გარშემოც მოკლავს, ხვდები? მოედება. ეს ხო. თუ სიყვარული არ არის და ეს თუ არ არის ის მომენტი, რომ რეალურად ბუნება ზრუნავს საკუთარ თავზე. ხო. და ოზონის შრესაც, რა ვიცი, საკუთარი თავის აღდგენით არის დაკავებული და კიდევ უფრო სწრაფ ტემპებში აღდგა, მე მეგონა საერთოდ უკვე სხვაგან ვიყავით, მაგრამ მადლობა. რეალურად მაგას გეუბნები, ხვდები, შენ თუ ამას აკეთებ, იმიტომ რომ შენ ვიღაცამ დაგინახოს, რომ აფიშირებას როცა გაუკეთებ ამ ყველაფერს, ხო. ეს ისევ ნიშნავს იმას, რომ შენ სხვებისგან ელოდები ვალიდაციას. ხო. თორე კეთილ საქმეს არ ჭირდება ზედმეტი ყვირილი. შენ ამას იმიტომ აკეთებ, რომ Facebook-ზე დაპოსტო, რომ ნახეთ რა. და რამდენი აკეთებს მაგას? გააკეთონ. ის მათი გადაწყვეტილება, ის მათი საშუალება არის. აი როგორ გითხრა, განკიცხვას როცა მორჩები სხვების, აი თუნდაც რომ აი ამის როგორ აცვია თუ რაღაცა ხვდები? აი ისიაცვია როგორც მოწონს. ხო. როდესაც მიხვდები, ძალიან ბევრი ბოროტი ადამიანი არსებობს. ძალიან ბევრი ბოროტი სული არის ამ ქვეყანაზე. ისინი რაც არ უნდა არ ვიცი გამოიღვიძონ თუ გადაიღვიძონ თუ რა გამოფხიზლდნენ თუ კომიდან გამოვიდნენ, მაინც ბოროტები არიან. იმიტომ რომ აი კიდე გეუბნები, ყოველთვის არსებობს ორი არჩევანი, შენ ან ხარ ბოროტი. ხო. რაც არ უნდა გარემო გიქმნიდეს ამას, რაც არ უნდა ცუდი გამოცდილებები გქონდეს, რაც არ უნდა საშინელი გამოცდილებები გქონდეს, შენ თვითონ ირჩევ რომ იყო ეგეთი. ხო. თორე შეცვლა შეგიძლია ყოველთვის. მე ჩემი აი ადამიანები არ იცვლებიან რომ იძახიან, აი ძალიან არ ვეთანხმები. არა, ადამიანებმა შეიძლება თვისებები არ შეცვალონ. ხო, არ შეცვალონ და არა ის რომ ვერ. ყოველთვის სულ იცვლება ადამიანი. სულ იცვლება. მე ეგრე მგონია რომ სულ იცვლება. მე ვებძვი ხოლმე ჩემს. მეინ რაღაცები და ძირითადი რაღაცები შეიძლება იყოს საფუძე რაც არის, იყოს მყარი. და დანარჩენი შეიძლება რაღაცა ჩვევები შეცვალო რა. აი მაგალითად ეხა მე რა ვიცი, მე მიყვარს სიგარეტის მოწევა და ვიცი რომ ჩემი ორგანიზმი ცუდია, საშინელებას უშვები და მავნეჩვევა და უნდა რაღაცნაირად გადავაგდო ეს. კი. ჩემი გადაწყვეტილება მე ამას გადავაგდებ თუ არა. ხო. ხვდები, მაგრამ ეს რადგან მე სიგარეტს ვეწევი, ეს იმას ანიშნავს რომ მე მაგალითად რავი რაღაც ცუდი პიროვნება ვარ, ან ცუდი ადამიანი ვარ. ისე საკუთარი თავი თუ გიყვარს რაღაც მომენტში ჯანმრთელობას რო უფრთხილდები, შეხედე შენ გონია რომ მე ყველაფერი დალაგებული მაქვს ცხოვრებაში და მე არ მაქვს ყველაფერი დალაგებული. მე აი რაღაცა შენ მაგალითად აგიღე რომ შენ ხარ ძალიან მაგარი, ხო? შენი პრიზმა არის. შენ ხედავ ეგრე, ხვდები? თორე რეალურად საერთოდ მაგრამ ხო არის ისე ეგეს დაკავშირებული. აი თუნდაც ჩეკაპზე სიარულიც კი მგონია რომ საკუთარი თავის სიყვარულს გამოხატავს. აი იმდენი ხანია ჩეკაპზე არ ვარ. საკუთარ თავზე ზრუნვა. კი, აი საკუთარ თავზე თუ გიყვართ ხოლმე იზრუნო. კი, აი რა წამსაც მე ექიმთან მივალ იმდენ წამალს დამიწერენ და იმდენ რაღაცას დამიწერენ, რომ აი მე იმის იქით არ შეიძლება და მე უნდა ვიყო ისე როგორც ვიყავი ადრე 11 წელი, დილით საჭმელთან წამალი, შუადღეს წამალი, ჭამის დროს წამალი, დილის წინ 80 წამალი, მე გაიღვიძებს კიდე 80 წამალი. ყალებში განწყობით მკურნალობა გაქვს, მე მგონი შენ არჩეული. მე ვკითხულობ ეხა არჩეული არ მაქვს, ეგრე არის. ხო. არ მაქვს არჩეული. რეალურად რომ გაიაზრო რა მხელა ძალა აქვს შენ გონებას, შენ ტვინს და შენ სხეულს და რეალურად რომ დაიწყო მამის მოსმენა და მე დღეში ვჯამ ერთხელ.
და ეს ყველას აი არ შეიძლება დელე უნდა დაიწყო საუზმით და მე რაღაცა ნუტრიენტები უნდა მიიღო და მე ის უნდა შეჭამო და შუადღის ხილი უნდა დააყოლო. ანუ შენ თლიანად შენ კომფორტზე ხარ ორიენტირებული. აი როგორ აი რა წამსაც მე დილით აი ძანა აი დავიწყე დილა და შენ მაინც იცი რომ სადზე ვიწყებდი მე დილას. კი. აი რაღაცა ხაჯო გავიკეთე და იქ რაღაცა იქ გამოვზრდე და იქ ბანანი. აი მე მთელი დღე დავდივარ უკაცრავ აი ეს მჭირს აი ისეთ სიმძიმეს უგრძნობ. ხო და შენ კომფორტს ვირჩევ და ეგრე გამოხატავ შენ თავს. არა მე კომფორტს კი არ ვიცი მე ვუსმენ ჩემს სხეულს. ხო. ჩემი სხეული რასაც მეუბნება და რასაც მაგას გულისხმობ. დღეს გავიღვიძე რომელი საათი იყო ჩამოვედი ყაზბეგიდან დღეს გრამი არ მაქვს ნაჭამი. ხო. და აქედან ალბათ კიდე 1-2 საათიც არ შევიდე. მაგრამ მე ცუდად გავხდები და შენ შეხედე მე კი არ გეუბნები რომ მომბაზე და პანიკა დამეწყება. კი, მაგრამ რეალურად შენ რო იცოდე დღეში ერთხელ ჭამა, ზოგადად რო იცოდე, რამდენად კარგი არის შენი სხეულისთვის და აი ფასტინგი არ არის. ფასტინგიც კარგი არის, ხვდები, იმიტომ რომ რეალურად შენი ორგანიზმის უჯრედები აჩერებს დაბერების პროცესს. კი ბატონო. აი ვიდეო გამოვიყურები ეს ლამაზ. კი, შეიძლება. ეხლა ამაზე დაწერენ რომ თავში აგავნილი წერეთ. ხო და განწყობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეხლა ვკითხულობ ერთი ამერიკელი ფსიქოლოგის წიგნი არის განწყობის თეორიაზეა მთლიანად აგებული. და ესეთი რჩევა არის, რომელსაც ვითვალისწინებ, თავიდან ცოტა გიჟი მეგონა ჩემი თავი, მაგრამ ნელ-ნელა ვგრძნობ, რომ ძალიან სასიამოვნო პროცესი მიდის სადღაც იქ, სადღაც შეგნით. აბა გამიზიარი. დილას რო იყვიძებ, საწოლშივე და გაიღიმო. ეგრე აი როგორც ითვალს გაახელ იმ მომენტში იღიმები რა. საკეში რამდენჯერაც ჩაგიხედავ შენი თავისთვის რამდენჯერ გიკოცნია. ან თუნდაც ესე. არასდროს არ მიკოცნია, მაგრამ მე გეუბნები რომ დილას რო იყვიძებ ღიმილით ის რაღაცა ტვინს რაღაცა სიგნალებს უგზავნის რომ ბედნიერობის ჰორმონი გამოსცეს და ის კორტიზოლი რაც დილას დაგროვილი გაქვს სტრესის ჰორმონი ის სადღაც მიდის. ბოლო 6-7 წელია. ხო. და 6 ზუსტად ვიცი, დილით რო ვიღვიძებ ტელეფონს ხელს არ ვკიდებ. სანამ ყავას არ გავიკეთებ, სანამ არ მოვსვა პირველ კლუბს. შენი რიტუალი. სანამ არა. აი ლოგინშივე რო აი ეს ხდება. ხო. მე ისე გადის დრო რო ვერ ხვდები როგორ სკროლავ. დილით ვაცდი ტერმინს რო გაიღვიძოს, აი ესე დავჯდები ჩემი რიტუალი. ნინუცას ყავს უზარმაზარი კაცივით ძაღლი. არა, უზარმაზარი ძაღლივით ძაღლი. მე არ მიყვარს კიდე ძაღლებს რო ადარებენ ადამიანებს. ძაღლები არიან ყველაზე ერთგული არსებები მთელ დედამიწაზე და ეგენი არიან ანგელოზები მოვლენილი, იმიტომ ვერ ლაპარაკობენ, რომ გაჩვენონ, რომ არ ჭირდება შენ სიყვარულს ლაპარაკი, ჭირდება საქმე. ხო, ისედაც შეიძლება საქციელები. ხო, აი ეგ არის მნიშვნელოვანი. ეგ კიდე ცალკე შემიძლია ვისაუბრო ჩემ ძაღლებს. მაგაზე ცალკე მოგწო. აი ნახე, ისეთი ძაღლია ადამიანია. No! ძაღლია. საოცარი შეიძლება უფრო კაი ტიპი იყოს იმ მომენტში ვიღაცა დიდ კაცი. მე ხა მამაზით შევადარე მეტერისთვის შევადარე. არა, ზომით თუ გინდა რომ შეადარო, შეგიძლია შეადარო ცხენს მაგალითად ან ტახსან რაღაცა ეგეთი. ცხენივით ძაღლი ყავს. ცხენივით ძაღლი მყავს ხო, სახლში. არა. ის ჩემი ძაღლიც ჩემი გემომზე მყავს მოთვინიერებული. ეხა გავიყვანე, სანამ აქ მოვიდოდი, ცოტა ხნით არის. ხო. იცი რა მინდა? ჩემზე მეტად ეზარება. ხო. დილით ანუ სანამ სხეული არ გაიღვიძებს, სანამ არ გაიღვიძებს, ზოგადად ყველაზე კარგი არის დილით, როდესაც იღვიძებ, მზეს უნდა შეხედო. ხო. და ესე უნდა დადგე, საკუთარ თავს აი ესე უნდა უქნა და უნდა უთხრა კარგი რაღაცები. რომ შენ საკმარისი ხარ, შენ ხარ bed. Till you make it. ანუ იქამდე უნდა მოაჩვენო თავი, რომ გამოგდის, ვიდრე გამოგივა, ხო ეგრე? ხო, მაგრამ ვის აჩვენებ თავს? საკუთარ თავს. რაც მოგწონ შენ თავში, ისინი უთხარი შენ თავს. ხო. ვიღაცა შეიძლება ძალიან ეკრინჯებოდეს ეხლა ეს, მაგრამ ეხლა რჩევა მივცეთ დაკარგულ გოგო ბიჭებს, რომლებიც გაიცანით საკუთარი თავი მეტი. იმ პროცესში არიან უბრალოდ, რომ ვერ ხვდებიან რა სად არიან და გაიცანით საკუთარი თავი. მიხვდით რა, აი რო წარმოიდგინოთ, თქვენი თავი წარმოიდგინეთ საუკეთესო ძმაკაცად, საუკეთესო დაქალად, საუკეთესო, რა ვიცი, მეგობრად, ვინც არ უნდა იყოს. როგორც არ მოექცევი და როგორც არ გესიამოვნება რომ შენ დაქალს, ძმაკაც, მეგობარს ვიღაცა ცუდად ექცევა, იგივენაირად დაფიქრდით საკუთარ თავზეც, რომ თუ ხვდები, რომ აი დაქალისთვის ეგეთი არ გემეტება და ძმაკაცისთვის ესეთი არ გემეტება. შენთვის რატო გემეტება? გაიცანით საკუთარი თავი, მიხვდით რა გინდა. გინდა ემოციურად, გინდა ის, გინდა ეს. ურთულესი და ამავდროულად ძალიან მაგარი შესაძლებლობა ცხოვრების
შეგრძნება ცხოვრების გამოცდილების მიღება რომ შეგიძლია. მეტად გადით გარეთ. ნუ წახვალთ პარასკევი შაბათი, საგულაოდ და ჩასაჭერად და დასალევად. გადით ბუნებაში, არ ვიცი რაღაც, არ ვიცი, აი იმდენი ლამაზი რაღაცა გვაქვს, იმდენი კარგი რაღაცა გვაქვს. იმდენი ცხოვრებით ტკბობა უნდა ვისწავლოთ და აი არ ვიცი, სოფლებში გადაფასდება ბევრი. ნახეთ თუნდაც იქ როგორ ცხოვრობენ, რეალურად გაიცანით საკუთარი თავები. და ნუ როცა ხვდები და როცა აი აქ რაც არის, აი ეს gut feeling-ი და ქალებს კიდე უფრო განვითარებული გვაქვს ზორი ბიჭებო. ბიჭებსაც აქვს თქვათა შორის, მაგრამ ჩვენ უფრო განვითარებული. აი მოусმინეთ ამას. როგორც კი ყურში წვილი გაქვს ხოლმე? არა. არ გაქვს? დაგეწყება. მოусმინეთ საკუთარ თავს. მართლა გეუბნები. აი ინტუიცია, როდესაც რაღაცას კარნახობს. ხო. ეს არ უნდა იყოს ნაკარნახევი ეგოსგან. ინტუიცია როცა კარნახობს, ამის მოსმენას თუ ისწავლი, და რომ მიხვდები რაღაცები, რაც შენი ადამიანური მისთვის არ არის. აი კარგი, არ გაბედნიერებს, არ გავსებს და ვიღაცისგან არ მოდიხარ შენ. აი რაღაცნაირად ხვდები, აი დამშვიდებული, ბედნიერი, რაღაცა გასწავლა. ესე აი მოდიხარ რაღაც აი დაღვენთილი, რაღაც აი ძიმებული და ასე შემდეგ, აი რაღაცნაირად ხო არის ხოლმე რომ აი რაღაცნაირად კომფორტულად არ ხარ. უნდა მიხვდე რომ just არაკეთო ისეთი რაღაცები, რაც აი ამ ყველაფერში და გაბწყინებაში ხელს გიშლის. ხო. ერთხელ ცხოვრობთ. ყოველ შემთხვევაში ამ ცხოვრებას. ხო. მე გასმართ. ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ გადაგიხადო იმისთვის რომ ესეთი გულწრფელი იყავი. კი, ძალიან ძალიან ვისიამოვნე და ძალიან გამიხარდება თუ აქამდე მოყვნენ ჩვენი მაყურებლები და მოგვისმინეს და რაღაც ერთი ღირებული ფრაზა მაინც წაიღეს. მზად იყავი? კი. იცი რა არის? ეგეც ოკეია. ვინმეს თუ შენი არ ესმის და ვინმეს თუ შენი ლაპარაკი ეკრინჯება და ასე შემდეგ რომ აი რაღაც ეგეც ოკეია. ხო და ვისაც მოგეწონათ იმისათვის რომ დაგვასაცდაიბეთ ხარი დამიჭიროთ და თუ გინდათ რომ კიდევ მსგავს საინტერესო თემებზე საინტერესო სტუმრებთან ერთად გქონდეს კიდევ ბევრი ეპიზოდი ძალიან გთხოვთ რომ ნინუცა დაასაბსკრაიბეთ გამოიწერეთ ყველაფერს თავიდან შეხედეთ რა ლამაზია თან ჭკვიანია მართლა თან ლამაზი არის ნახე ხო ამიტომ მოვიწვია ეს პირველი მოკლედ დაუჯერეთ ნინუცას იმიტომ არ ვამბობ რომ რაღაც არავინ არ მეკაჩება ენაზე და ზოგადად ის ძალიან ბრუტალურად პირდაპირ გავხდი რაც ასაკი მემატება და მართლა ლამაზი ხარ დაიჯერე საკუთარი თავის დაიჯერე საკუთარი პოტენციალის ნუ გეშინია ვისი გეშინია ნუ ნერვიულობ არ ანუ ეს ის არის რაც გინდა მთელი ცხოვრება ხო მე რო ვიცოდე მთელი ცხოვრება რის იკეთება მინდა ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი მე გონზე არა ვარ ის იკეთება მინდა ხო და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს დიდი მადლობა ნინუცას დაგემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე და რაც გთხოვეთ თუ გაითვალისწინებთ ძალიან გაგვიხარდება მეც ნინუცას და ჩემს მომავალ მაყურებლებსაც ეგეც არ არის პრობლემა დაგემშვიდობებით მადლობა